სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ ამ წუთებში პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. მათი მოთხოვნა არ მოხდეს ხეობაში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავება. სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ადგილზე და ახლა ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. სალომე, გისმენთ. დიახ, მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში სოფელ ბირკიანის ცენტრში არის შეკრებილი. სხვა შორის აქ სულ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ასევე ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ახლა შეკრებილ მოქალაქეებს ესაუბრებიან. ჩვენ ალბათ მოძრაობის წარმომადგენლებს უკვე შეხვედრის დასრულების შემდგომ გავესაუბრებით. თუმცა თავად მოსახლეობა ამ შეხვედრის დაწყებამდე ისინი ამბობდნენ, რომ მოვიდნენ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ გარკვეულწილად სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, ისინი ამბობდნენ, რომ არ დაუჭერენ სოფელში ჰესის მშენებლობას მხარს. მათი თქმით, გასულ წლებში ამ ხეობაში უკვე არის აშენებული რამდენიმე ჰესი სოფლიდან მოშორებით, ამიტომ ისინი ამ ეტაპზე ამბობენ, რომ თავად სოფელთან ახლოს ვერ ხედავენ ჰესის აშენების საჭიროებას. გარდა ამისა, დღეს აქ შეკრებილი მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ არ დაუშვებენ იმას, რომ მაგალითად გუშინდელი მოვლენების შემდგომ ვინმე რომელიმე აქციის მონაწილე იყოს დაკავებული და ასეთ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ მათი პოზიცია არის ასეთი, რომ დაკავება ასეთ შემთხვევაში არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავიანთი სოფლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ასე ვთქვათ მათი მოსაზრებით ისინი შესაბამის საკადრის პასუხს გასცემენ და ექნებათ საპასუხო რეაქცია იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ვინმე კონკრეტული პირის დაკავება. ჩვენ ახლა ზომებს მივიღებთ, ჩვენ რა ეგრე ხო არ ვისწრებით, არა გადავწყვეტავთ ყველაფერს, არა მივიღეთ ზომებს, არა მან საწინააღმდეგოდაც. რაზე უნდა დაიჭირო, რა დააშავა ჩვენ ხალხმა. ჩვენ არ მივსულვართ იქა და არა გვიტეხია ჩხუბი. თუ ვიღაცა დაიჭერს, წაიყვანს, ყველა ხეობა ადგება მის გულისთვის. ერთი კაცის რო წაიყვანონ, არ დაუშვებთ, რომ დააჩაგრონ ხალხი. ეს ახლოს არის სოფელთან, ხმაური იქნება, წყალი ტრუბებში მოიქცევა, საძოვარს ხელი შეეშლება, მოსახლეობას ყველანაირად წყლის შეზღუდვა იქნება. როგორც გუშინ განვითარებული მოვლენების შემდგომ იყო გამართული შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, რომლის დასრულების შემდგომ გიორგი კახარიანმა თქვა, რომ ამ სოფელში ჰესი არ აშენდება იმ შემთხვევაში, თუ კი არ იქნება მოსახლეობის 90%-ის თანხმობა მაინც. თავად ხეობის მკვიდრნი კი ამბობენ, რომ ამ რაოდენობის მოქალაქეების შეკრება და გაერთიანება წარმოუდგენელი იქნება, იმიტომ რომ აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ და გვეუბნებიან, რომ ისინი მოსახლეობის უმეტესობა ჰესის აშენების მომხრე არ არის და სწორედ ამ ნაბიჯის წინააღმდეგ ვისაც შეეხება ძირითადად არგუმენტები მათი არის ის, რომ ასეთი ჰესის მშენებლობა შესაძლოა დააზარალოს სოფელი და კონკრეტულად შექმნას სოფელში წყლის პრობლემა. გმადლობთ სალომე ქოქიაშვილი გვერდთვებოდა ბირკიანიდან.